ვინც გააზიარა ეს ყველაფერი, იდეაც ეგ იყო მისთვის, მას უნდა და პოპულარობა. და ჩემ ხარჯზე გადაწყვიტა, რომ ამ პოპულარობისთვის მიეღწია თან დამატებით ბონუსად უნდა და რომ ეს ყველაფერი გადაეფარა იმით, რომ მე ვიყავი დამნაშავე, რომ მე ჩავიდინე რაღაცა კრიმინალი, იქ არ ვიცი რაღაცები ედო ხა ბუნდოვნად კიდე გეუბნები, ხო ხედავ დაბინდება მაგონები. შეგახსენებ. ხო, აი ყველაფერი ერთად, უბრალოდ არასწორი პიარ ის ყავდა, რა ქვია მაგას? გუნდი, პიარ გუნდი ყავდა, ხო, გუნდი არ ეყოლებოდა, იმიტომ რომ ზოგადად გუნდი არ ყავს არავინ. უბრალოდ არასწორად, ეთქვა ძალიან ემოციებში იყო და ძალიან უნდოდა ეს ყველაფერი და არასწორად გათვალა, იმიტომ რომ მრავალჯერ გავაფრთხილე მე ის, რომ როდესაც შევესწარი ამ ფაქტს, მე უთხარი იქვე, რომ მე არ ვარ შენ. მე ამის არც გაზიარებას ვაპირებ, არც დადებას ვაპირებ, არც ხმამაღლა საუბარს ვაპირებ, რომ ჩემთვის სირცხვილი იყო. მისთვის არ არის ეს სირცხვილი, მისთვის ეს ჩვეულებრივი ერთ-ერთი დღე იყო. მე როგორც გაირკვა მისმა მეგობრებმა, როგორც მომიყვეს, ჩვეულებრივი ამბავია ეს მისთვის და ჩემთვის ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. მე რეალურად ძალიან ვინერვიულე. ამიტომ მე როგორც შევესწარი ამ ფაქტს, იქ დამთავრდა ის ყველაფერი ჩემთვის და მე გავჩერდი. ერთი თვე მე ვიყავი ჩუმად. და ვერ მოისვენა. ანუ თან ცოტა პოპულარობა უნდა და თან გაპიარება უნდა და ამ თემის. თან იფიქრა, რომ ალბათ თუ გავახმაურებ, უფრო მოვქაჩავ რაღაცებს ჩემსკენ. და ნუ მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაცა ალბათ ქვეტექსტი ქონდა. რასაც მე ვერ ვეწევი, იმიტომ რომ თუ არ ხარ ეგეთი, შესაბამისად გიჭირს, ხო, რაღაცებს დაეწიო. და მაქსიმალურად შეეცადა, რომ ეს გამხდარიყო, აი, რაღაცა ბომბი გაისროლა.